როდესაც წლების განმავლობაში იცხოვრეს შიშში, დაჭერის შიშში, გადასახლების შიშში, სიკვდილის შიშში, შემდეგ თანდათანობით ეს შიში გადავიდა რწმენაში და ის უკვე გულწრფელია იმ წუთში, რასაც აკეთებს. არავინ ველოსიპედს საქართველოში არ იგონებს. ეს ველოსიპედი დიდი ხანია გამოგონილია და უკვე გაცვეთილია ეს სახელმძღვანელო, საიდანაც გადმოაქვთ ეს პროპაგანდის მეთოდები. რა არის პროპაგანდა? პროპაგანდა არ არის ერთჯერადი აქტი, ეს არ მოხდება ერთხელ. ეს არის მიზანმიმართული, პრიმიტიული ენით გადმოცემული მესიჯები, ძალიან ხშირად, თუნდაც სასაცილო, რომელსაც შენ სიცილით გააზიარებ Facebook-ზე, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს თავში იბეჭდება და გარკვეულ კატეგორიას მოსახლეობის, რომელიც არის ძალიან მოწყვლადი, რომელსაც არ აქვს იმის საშუალება, რომ გადაამოწმოს ინფორმაცია, რომელმაც არ იცის ინგლისური ენა და არ შეუძლია ინფორმაციის გადამოწმება, ეს არის მისთვის განკუთვნილი. ყოველდღიურად, როდესაც ერთი მხრიდან იღებ ინფორმაციას, დროთა განმავლობაში ეს ხდება რეალობა. ვერ მოთხოვ ყველა საქართველოში, რომ ინგლისური იცოდეს და მაგალითად ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში თუ სად არის საქართველოს დემოკრატიის თვალსაზრისით ან Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გადაამოწმოს. გადაამოწმოს ციფრები ხომ არ ახდენს манипуლირებას რომელიმე ტელევიზია და ხომ არ მატყუებს. არა, ის უბრალოდ ენდობა. წაიკითხა დაწერილი, რომ საქართველოს დემოკრატიის თვალსაზრისით საუკეთესო ხუთეულშია, მოწინავე ათეულშია და შეიძლება ერთ დღეს არ დაიჯერა, მაგრამ მეორე დღეს, როდესაც იგივენაირ ინფორმაციას იღებს, პრიმიტიული, ძალიან ასე ვთქვათ, გაშალაშინებული მესიჯებით, გზავნილებით, შემდეგ დროთა განმავლობაში ის ამას იჯერებს. ჩრდილოეთ კორეაზე რო საუბრობდით, ერთი ძალიან კარგი მაგალითი მახსენდება, თორსები National Geographic იყო ჩასული ხენიანში პირველად დაუშვეს ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელი ოფთალმოლოგების შესვლა. ჩავიდნენ ამერიკელი ოფთალმოლოგები და გაუკეთეს კატარაქტის ოპერაციები მოქალაქეებს, რომლებსაც მხედველობა ჰქონდათ დაზიანებული და აჩვენებენ კადრს და მათ შეიყვანეს National Geographic-ის ჟურნალისტი, ოღონდ შეიყვანეს ასე ვთქვათ ექიმის საფარქვეს, ვითომ ეს ექიმი იყო და არა ჟურნალისტი. სასწაული იყო ბოლო კადრი, როდესაც თვალებზე მოხსნეს სახვევები პაციენტებს განა ექიმებს გადაუხადეს მადლობა. მივიდნენ კიმ ირ სენის თუ კიმ ჩენ ირის სურათთან და ტირილით, ღრიალით უხდიდნენ მადლობას და ამბობდნენ, რომ დიდი მადლობა რომ დამიბრუნე მხედველობა, მე ახლა აი ჩრდილოეთ კორეის მტრებს დავერევი და ყველას დავხოცავ. და ჟურნალისტი კითხულობდა, ალბათ იქცეოდნენ ესენი რა არის რეალობა, უბრალოდ ეშინიათ, რომ მართლა საკონცენტრაციო ბანაკებში არ გაუშვან, თუ გულწრფელად ჯერათ. ამიტომ ჩვენ რო გვეცინება რაღაც სულელურ ინფორმაციაზე, ეს სულელური ინფორმაცია სასაცილო არ არის, ეს არის ერთი შემადგენელი აგური იმ პროპაგანდის, რაც სამწუხაროდ ხდება ჩემს საშენს ქვეყანაში.